მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში. ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი, მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება, ადამიანი. ახლა კი ვისაუბრებთ, რა მოხდება დედამიწაზე თუ ხალხი გადაშენდება. 2 დღეში ხალხის გადაშენებიდან 48 საათის განმავლობაში მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბები აივსება წყლით. 7 დღის შემდეგ გაითიშება ყველა ავარიული და ატომური გენერატორი. 20 დღის შემდეგ გარეული ცხოველები ფერმის ცხოველებს და ფრინველებს დახოცავენ. 1 წლის განმავლობაში დედამიწაზე მომრავლდება 10 მილიონი ფრინველი და ანძები გაითიშება მაღალი ზაბვის შედეგად. 3 წლის განმავლობაში ცივ ადგილებში გასკდება გაზის მილები, რაც გამოიწვევს დიდ ხანძარს და 2 ზამთრის განმავლობაში ამოწყდება ყველა მწერი. 10 წლის განმავლობაში ბევრ სახლს გადაეხდება სახურავები და შენობები დაიბზარება ქიმიური ელემენტების შერწყმის შედეგად. 20 წლის განმავლობაში რკინის სვეტები გატყდება, რის გამოც მთელი ამერიკის შტატში აშენებული შენობები სულ დაინგრევა და არა მარტო ამერიკის, მსოფლიოს მასშტაბით, რაც რკინის სვეტით არის აშენებული. 100 წლის განმავლობაში საუკუნოვანი გამრავლება მოხდება. 500,000 სპილო გამრავლდება 20 ჯერ. ხოლო პატარა მონადირე ცხოველები გადაშენების პირას იქნებიან, როგორიცაა მაგალითად მელია. 300 წლის განმავლობაში კედლები და ჯებირები ვერ გაუძლებს დატბორვის ზეწოლას და მსოფლიოში გაქვავებული ხიდები დაინგრევა. 500 წლის განმავლობაში ქალაქში დიდი რაოდენობით გაიზრდება ხეები, რის შედეგადაც დედამიწა გადაიქცევა ტყედ და ჯუნგლად. მანქანები, შენობები და ლითონი სულ დაიფარება ხისგან. 15,000 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს შენობები დაინგრევა და აღარაფერი დარჩება, გარდა მიწისქვეშა სტრუქტურებისა. 35,000 წლის განმავლობაში ხალხისგან ქიმიურად დაბინძურებულ ჰაერს საბოლოოდ შეიწოვს ბუნება. მაგრამ სხვა ნაერთებს, როგორიცაა კადმიუმი, ბუნება მიიღებს 75,000 წლის შემდეგ. 100,000 წლის განმავლობაში ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში დაბრუნდება, რომელიც არსებობდა კაცობრიობისას. 2500 წლის განმავლობაში რადიაცია, რომელიც გაჩნდა ატომური ბომბის აფეთქების შედეგად, საბოლოოდ შეიწოვება და საშიში აღარ იქნება. 2 მილიონი წლის განმავლობაში არ არის გამორიცხული, რომ ცხოველებმა ევოლუცია განიცადონ და გახსნილი პლასმასის ჭამა დაიწყო. 8,500,000 წლის განმავლობაში არქიტექტურული ობიექტები, ძეგლები და შენობები კვლავ იდგება. თუ ისინი არ დაანგრია მიწისძვრამ, ბრინჯაოს ქანდაკებები შესაძლებელია კიდევ იყოს. 3 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე სასიცოცხლო არსებობა კვლავ იქნება, მაგრამ დედამიწას ვერც კი წარმოვიდგენთ ისე შეიცვლება. 6.5 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწას მზე დაადნობს სიცხისგან, რაც დედამიწის სასიცოცხლო არსებობის საბოლოო დასასრული იქნება. დარჩება მხოლოდ ერთადერთი კვალი კაცობრიობის საკომუნიკაციო მოწყობილობა, როგორიცაა თანამგზავრი და გააგრძელებს სივრცეში მოგზაურობას. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ კანალი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.